Ამ მომენტიდან თქვენ გაქვთ არჩევანი ორ გზას შორის. ერთი საშუალოობისა და ტანჯვის, ხოლო მეორე უსაზღვრო გაფართოებისა და სიდიადის, რომელს აირჩევთ. მომდევნო რამდენიმე წუთში მე გაგიმხელთ ნევილ გოდარდის 3 გონებამახვილ ტექნიკას, რომლებსაც შეუძლიათ მთლიანად შეცვალონ თქვენი რეალობა. თქვენ შეისწავლით თუ როგორ გადაწეროთ თქვენი წარსული, იცხოვროთ თქვენთვის სასურველ მომავალში და ბოლოს გათავისუფლდეთ იმ სიმულაციისგან, რომელიც უკან გიბიძგებდათ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გკითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად მზად ხართ რადიკალური ტრანსფორმაციისთვის? თუ მზად ხართ შეწყვიტოთ თქვენი გარემოებების მსხვერპლი ყოფნა და დაიწყოთ იმ ცხოვრების შექმნა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით, მაშინ განაგრძეთ ყურება. ახლა, როდესაც მზად ხართ ტრანსფორმაციისთვის, მოდით, გაგაცნოთ თქვენი გზამკვლევი ამ მოგზაურობაში. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ ასრულებენ ზოგიერთი ადამიანი უპრობლემოდ თავიანთ ოცნებებს, ზოგი კი იბრძვის? საიდუმლო რეალობის ნამდვილი ბუნების გაგებაშია. ნევილ გოდარდმა, თავის დროზე წინ მდგომმა სულიერმა მასწავლებელმა, აღმოაჩინა, თუ როგორ უნდა ჩახედოთ ჩვენი სიმულირებული სამყაროს ფარდის მიღმა. მისი სწავლებები შეიძლება იყოს თქვენი უსაზღვრო პოტენციალის გახსნის გასაღები. ნევილ გოდარდი მისტიკოსი და სულიერი მასწავლებელი იყო, რომელიც მე-20 საუკუნეში ცხოვრობდა. ის ასწავლიდა, რომ მთელი ჩვენი სამყარო ჩვენი ცნობიერების პროექციაა, ეკრანზე გაშვებული ფილმის მსგავსად. წარმოიდგინეთ თქვენი გონება, როგორც ძლიერი პროექტორი, რომელიც მუდმივად ასხივებს თქვენს აზრებს, რწმენას და მოლოდინებს თქვენი ცხოვრების ეკრანზე. ასე ახსნა ღმერთმა ჩვენი რეალობის ბუნება, ჩვენივე ცნობიერების მიერ შექმნილი სიმულაცია. მოკლედ მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც გოდარის სწავლებების ღრმა ძალას ნათელს ჰფენს. სარა, მებრძოლი მხატვარი, წლების განმავლობაში ცდილობდა თავისი ნახატების გაყიდვას, მაგრამ უშედეგოდ. გოდარის ნამუშევრების აღმოჩენის შემდეგ, მან გადაწყვიტა მისი ტექნიკის გამოყენება. მან დაიწყო საკუთარი თავის წარმატებულ მხატვრად წარმოსახვა. გრძნობდა თავისი ხელოვნების ნიმუშების გაყიდვით მიღებულ სიხარულს და კმაყოფილებას. ის ამ წარმოსახვით მდგომარეობაში ცხოვრობდა და სჯეროდა, რომ ეს რეალური იყო. რამდენიმე თვეში მას ჰქონდა თავისი პირველი პერსონალური გამოფენა და ყველა ნახატი გაიყიდა. სარამ ეფექტურად შეცვალა თავისი რეალობის მატრიცა ცნობიერების შეცვლით. მაგრამ ღვთისმსწავლების ცენტრში არის იდეა, რომ ცნობიერება ერთადერთი რეალობაა. ყველაფერი, რასაც ფიზიკურ სამყაროში განიცდით, თქვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. ეს სარკეში ჩახედვას ჰგავს. თქვენს მიერ დანახული გამოსახულება ყოველთვის თქვენი სრულყოფილი ანარეკლია. ანალოგიურად, თქვენი გარე სამყარო იდეალურად ასახავს თქვენს შინაგან შეხედულებებსა და ვარაუდებს. ასე წარმოიდგინეთ, თქვენი ცნობიერება კომპიუტერული პროგრამის საწყისი კოდის მსგავსია, ხოლო თქვენი ფიზიკური რეალობა ეკრანზე მომუშავე პროგრამაა. საწყისი კოდის, თქვენი აზრებისა და შეხედულებების შეცვლით, შეგიძლიათ შეცვალოთ ეკრანზე გამოსახული, თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. ასე ახსნა ღმერთმა, რომ შეგვიძლია ჩვენი რეალობის სიმულაციის გატეხვა. ახლა შეიძლება გაინტერესებთ, თუ ცნობიერება ქმნის რეალობას, რატომ არ არის ჩემი ცხოვრება სრულყოფილი? სწორედ აქ ერთვება გოდარის სწავლებების მაგია. ჩვენი უმეტესობა არაცნობიერად ქმნის ჩვენს რეალობას. ძველი პროგრამირებისა და შემზღუდველი შეხედულებების საფუძველზე, მაგრამ როგორც კი გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს სისტემა, შეგიძლიათ დაიწყოთ შეგნებულად შექმნათ თქვენთვის სასურველი რეალობა. წარმოიდგინეთ, რომ კინოთეატრში ფილმს უყურებთ. იმდენად ხართ ჩაფლული ფილმში, რომ გავიწყდებათ, რომ კინოთეატრში ზიხართ. ასე განიცდის ცხოვრებას ადამიანების უმეტესობა. ისინი დრამაში არიან ჩაფლულნი და ივიწყებენ, რომ თავად აპროექტებენ მას. გოდარის სწავლებები ჰგავს მხარზე ხელის დაკვრას და გახსენებას, რომ თეატრში ხართ და რაც მთავარია, რომ თქვენ ხართ პროექციონისტი. გოდარდის პრინციპების გაგებითა და გამოყენებით, შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი რეალობის მიღმა არსებული კოდის დანახვა. თქვენ დაიწყებთ შემჩნევას, თუ როგორ უკავშირდება თქვენი აზრები და გრძნობები პირდაპირ თქვენს გამოცდილებას. თქვენ დაინახავთ, თუ როგორ აყალიბებს თქვენსა და სამყაროს შესახებ თქვენი ვარაუდები თქვენს გარშემო არსებულ ყველაფერს. ეს ჰგავს სპეციალური სათვალისწარებას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაინახოთ თქვენი სიმულირებული რეალობის დაფარული სტრუქტურა. მაგრამ აი, საინტერესო ნაწილი. როგორც კი კოდს დაინახავთ, შეგიძლიათ შეცვალოთ იგი. თქვენ აღარ ხართ ერთი შეხედვით შემთხვევითი და ქაოტური სამყაროს წყალობაზე. ამის ნაცვლად, თქვენ ხდებით თქვენი გამოცდილების შეგნებული შემოქმედი. შეგიძლიათ გადაწეროთ თქვენი ცხოვრების პროგრამა ახალი აზრების,
რწმენებისა და ვარაუდების არჩევით, რომლებიც შეესაბამება იმ რეალობას, რომლის შექმნაც გსურთ, როდესაც თქვენი რეალობის გადაწერის ღურბლზე დგახართ. ღრმა კითხვა ჩნდება. რა მოხდება, თუ ის აზრები, რომლებიც თქვენი აზრით, თქვენია, სინამდვილეში სიმულაციის ნაწილია? წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც თქვენი ყველაზე ძვირფასი შეხედულებები უბრალოდ კოდის სტრიქონებია, რომლებიც ფრთხილად არის შექმნილი იმისთვის, რომ შეზღუდულ არსებობაში გამოგკეტოთ. ეს მხოლოდ აზროვნების ექსპერიმენტი არ არის, ეს არის რეალობა, რომელშიც ყველანი ვცხოვრობთ. ნევილ გოდარდის სწავლებების მიხედვით. დაფიქრდით. რამდენჯერ გსმენიათ ისეთი ფრაზები, როგორიცაა ფული ხეებზე არ იზრდება, ან კარგი რამ არასდროს გრძელდება? ეს მხოლოდ უწყინარი გამონათქვამები არ არის. ისინი სოციალური განპირობებულობის რთული ქსელის ნაწილია, რომელიც ჩვენი სიმულაციის წესების მსგავსად მოქმედებს და ჩვენს პოტენციალს ისე ზღუდავს, რომ ვერც კი ვხედავთ. თითქოს ყველანი ვიდეო თამაშის პერსონაჟები ვართ, მაგრამ დაგვავიწყდა, რომ ვთამაშობთ. თამაშს აქვს წესები. ის, რისიც გვჯერა, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სამყარო. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს წესები მხოლოდ იმ პროგრამირების ნაწილია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გარკვეულ საზღვრებში ვითამაშოთ? მოდით, უფრო ახლოს განვიხილოთ, თუ როგორ მუშაობს ეს. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ხართ, რომელსაც ხატვა უყვარს. თქვენ აჩვენებთ თქვენს ნამუშევრებს ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ხატვრად ცხოვრებას ვერ იშოვნით. ბუმ, ეს კოდის ხაზია, რომელიც თქვენს გონებაში ჩანერგილია, სანამ ამას გააცნობიერებთ. თქვენ გჯერათ, ცხოვრობთ ამით და თქვენი მხატვრული ოცნებები იწყებს ქრობას. ან იქნებ გაიზარდეთ იმის გაგონებით, რომ დროთა განმავლობაში ამის უფლება არ გვაქვს. ეს მარტივი ფრაზა ფულისა და დეფიციტის შესახებ ღრმად ფესვგადგმულ რწმენად იქცევა. ეს თქვენს გონებრივ პროგრამაში მუდმივად ფონურ რეჟიმში მომუშავე ვირუსის მსგავსია, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს მიერ მიღებულ ყველა ფინანსურ გადაწყვეტილებაზე. ეს შეხედულებები ქმნის იმას, რასაც გოდარდი დეფიციტისა და მსხვერპლის მენტალიტეტს უწოდებდა. ისინი უხილავი ჯაგვების მსგავსია, რომლებიც გვაკავებენ რეალობაში, რომელიც გაცილებით მცირეა, ვიდრე ის, რისი განცდაც რეალურად შეგვიძლია. ჩვენ ვიწყებთ სამყაროს აღქმას, როგორც შეზღუდული რესურსებისა და შესაძლებლობების ადგილს, სადაც გარემოებების წყალობაზე ვართ დამოკიდებული. მაგრამ სწორედ აქ ხდება ეს ნამდვილად გასაოცარი. გოდარდის თქმით, შემზღუდველი შეხედულებების ეს მატრიცა არა მხოლოდ ჩვენს თავშია, არამედ ქმნის ჩვენს რეალურ ფიზიკურ რეალობას. გახსოვდეთ, ცნობიერება ერთადერთი რეალობაა. ამიტომ, როდესაც ჩვენ გვჯერა დეფიციტისა და შეზღუდვის, ზუსტად ამას განვიცდით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თითქოს ყველანი სპეციალური სათვალით დავდივართ, რომლებიც ფილტრავენ ჩვენს აღქმას სამყაროს შესახებ. ეს სათვალეები დაპროგრამებულია ჩვენი ყველა შემზღუდველი რწმენით და საზოგადოებრივი განპირობებულობით. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ამ ლინზებით იფილტრება, რაც აძლიერებს ჩვენს შეზღუდულ ხედვას რეალობაზე. მაგრამ ნუ იმედგაცრუებთ. ეს სინამდვილეში წარმოუდგენლად კარგი ამბავია. რატომ? იმიტომ, რომ თუ ჩვენი რეალობა შექმნილია ჩვენი ცნობიერებით და ჩვენი ცნობიერება დაპროგრამებულია შემზღუდველი რწმენებით, მაშინ ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ჩვენი ცნობიერების რეპროგრამირება. სწორედ აქ ერთვება გოდარდის ტექნიკა. ისინი რეალობის სიმულაციის თაღლითური კოდების მსგავსია. ამ ტექნიკის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ იმ შემზღუდველი რწმენების იდენტიფიცირება და შეცვლა, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ავტოპილოტზე მართავდნენ. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ მოიშოროთ ეს შემზღუდველი რწმენები და დაინახოთ სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია. სავსე უსასრულო შესაძლებლობებითა და სიუხვით. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ გადაწეროთ თქვენი რეალობის კოდი, შექმნათ ცხოვრება, რომელიც შეესაბამება თქვენს ღრმა სურვილებსა და უმაღლეს პოტენციალს. ეს არის გოდარის სწავლებების ძალა. ისინი გვთავაზობენ გზას, გავთავისუფლდეთ საზოგადოებრივი განპირობებულობის ციხიდან და შევაბიჯოთ ჩვენს ნამდვილ ძალაში, როგორც ჩვენი რეალობის შეგნებულმა შემქმნელებმა. ახლა, როდესაც გვესმის, თუ რა ციხეში ვართ, დროა დავგეგმოთ ჩვენი გაქცევა. მაგრამ აი, რა ხდება? ციხიდან გაქცევა არ საჭიროებს დახვეწილ გეგმებს ან ელეგანტურ ინსტრუმენტებს. სინამდვილეში, თქვენს არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი შეიძლება უბრალოდ სიჩუმე იყოს. როდესაც გონებას ვამშვიდებთ, ჩვენ ვქმნით სივრცეს ჩვენი ნამდვილი მეს გამოსავლენად. ეს ჰგავს არეულობის გაწმენდას არეული ოთახიდან, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სილამაზე, რომელიც ყოველთვის იყო იქ. მაგრამ როგორ მუშაობს ეს?
წარმოიდგინეთ თქვენი გონება, როგორც ტბორი. როდესაც ის სავსეა ტალღებითა და ტალღებით. ძნელია დაინახო, რა იმალება ზედაპირის ქვეშ, მაგრამ როდესაც წყალი უძრავადაა, შეგიძლია ფსკერის დანახვა. სწორედ ამას აკეთებს მედიტაცია თქვენი ცნობიერებისთვის. ის აწყნარებს თქვენი გონების წყლებს, რაც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ თქვენი ნამდვილი მეს სიღრმეები. მოდით, ახლავე ვცადოთ მარტივი მედიტაცია. იპოვეთ კომფორტული პოზა და დახუჭეთ თვალები. ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით, იგრძენით, როგორ იხსნება მუცელი. ერთი წამით შეიკავეთ სუნთქვა, შემდეგ კი ნელა ამოისუნთქეთ პირით. სუნთქვისას წარმოიდგინეთ თბილი, ოქროსფერი შუქი, რომელიც ავსებს თქვენს სხეულს თითოეული ჩასუნთქვისას და ნებისმიერი დაძაბულობა ან სტრესი გადის თითოეული ამოსუნთქვისას. გააგრძელეთ ეს რამდენიმე წუთის განმავლობაში. უბრალოდ დააკვირდით თქვენს სუნთქვას მისი შეცვლის მცდელობის გარეშე. ახლა შეიძლება იფიქროთ, რომ ეს შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ ჩემი გონება მუდმივად მოძრაობს. როგორ შემიძლია მისი დამშვიდება? ნუ ღელავთ. ეს სრულიად ნორმალურია. გონება ძაღლს ჰგავს. მას სჭირდება ვარჯიში, რომ უძრავად იჯდეს. როდესაც ფიქრები ჩნდება, უბრალოდ აღიარეთ ისინი და გაუშვით, როგორც ცაში ღრუბლები. პრაქტიკით თქვენ აღმოაჩენთ, რომ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება უფრო ადვილი იქნება. რეგულარული მედიტაცია დაგეხმარებათ თქვენი ნამდვილი ძალის გამოვლენაში. ეს ჰგავს იმ ლინზის გაწმენდას, რომლითაც სამყაროს უყურებთ. ვარჯიშის გაგრძელებისას შეამჩნევთ, რომ სიმულაციის ხმაური, საზოგადოების განპირობებულობის მუდმივი ჯორაობა იწყებს თავის ადგილზე გაქრობას. თქვენ აღმოაჩენთ კრეატიულობის, ინტუიციისა და მანიფესტაციის ძალის ღრმა ჯას. მაგრამ სწორედ აქ ხდება ეს ნამდვილად საინტერესო. როდესაც ამ შინაგან სიმშვიდეს ავითარებთ, თქვენ რეალურად ცვლით თქვენი რეალობის კოდს. გახსოვდეთ, ცნობიერება ქმნის რეალობას. ასე რომ მედიტაციის საშუალებით თქვენი ცნობიერების მდგომარეობის შეცვლით. თქვენ სიტყვასიტყვით ახდენთ სიმულაციის რეპროგრამებას. ასე წარმოიდგინეთ, როდესაც ყოველდღიური ცხოვრების ხმაურში ხართ ჩაფლული, ვიდეო თამაშის პერსონაჟს გავხართ, რომელიც თქვენს გარშემო არსებულ ყველაფერზე რეაგირებს. მაგრამ როდესაც მედიტირებთ, უკან იხევთ და მოთამაშედ იქცევით, თამაშს აკონტროლებთ. თქვენ აღარ ხართ თქვენი გარემოს წყალობაზე დამოკიდებული. თქვენ მისი შემოქმედი ხართ. ვარჯიშის გაგრძელებისას შეიძლება თქვენს ცხოვრებაში სინქრონულობა შეამჩნიოთ, ის პატარა დამთხვევები, რომლებიც ძალიან იდეალური ჩანს შემთხვევითობისთვის. ეს არის ნიშნები იმისა, რომ თქვენ სამყაროს დინებას ერწყმით და რეალობის ფუნდამენტურ კოდს ეხებით. მაგრამ გახსოვდეთ, საქმე რეალობისგან თავის დაღწევას არ ეხება. საქმე ცნობიერებისა და ძალაუფლების ადგილიდან მასში სრულად ჩართვას ეხება. მედიტაცია დაგეხმარებათ უფრო მეტად იყოთ აწმყოში თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო მეტად გააცნობიეროთ თითოეული მომენტის სილამაზე და პოტენციალი. ასე რომ, მზად ხართ გადადგათ პირველი ნაბიჯი სიმულაციის გატეხვისკენ. დაიწყეთ მხოლოდ 5 წუთიანი მედიტაციით ყოველდღე. პრაქტიკის აწყობისას აღმოაჩენთ, რომ სიჩუმეში ჯდომის ეს მარტივი აქტი სინამდვილეში ყველაზე რევოლუციური რამ არის, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. თქვენ არა მხოლოდ თქვენს აზრს იცვლით, არამედ მთელ თქვენს რეალობას. შეიძლება იცოდეთ, რომ მედიტაციას შეუძლია შეცვალოს თქვენი აწმყო. მაგრამ რა შეიძლება ითქვას თქვენი წარსულის ყველა იმ ბარგზე, იმ უხერხულ მომენტებზე, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებსა და მტკივნეულ გამოცდილებაზე, რომელიც ჯერ კიდევ გაწუხებთ? კარგი, მოემზადეთ. რადგან ჩვენ ახლა ჩაუღრმავდებით ტექნიკას, რომელსაც შეუძლია სიტყვასიტყვით გადაწეროს თქვენი პირადი ისტორია. წარმოიდგინეთ, თქვენ უყურებთ თქვენს საყვარელ სატელევიზიო შოუს და არის სცენა, რომლის ატანა უბრალოდ არ შეგიძლიათ. რას აკეთებთ? თქვენ იჯერთ პულტს და აჭერთ უკან გადახვევას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამის გაკეთება შეგეძლოთ საკუთარი ცხოვრებით. სწორედ ამაზეა ნევილ გოდარის გადახედვის ტექნიკა. ეს ჰგავს კოსმოსური პულტის ქონას თქვენი მოგონებებისთვის. მაშ, როგორ მუშაობს ეს გონების დამახინჯების ტექნიკა? სინამდვილეში ის საკმაოდ მარტივია. თქვენ იღებთ მოგონებას, რომელიც გაწუხებთ. დახუჭეთ თვალები და ხელახლა წარმოიდგინეთ ის ისე, როგორც გსურთ, რომ მომხდარიყო. ეს ჰგავს საკუთარი ცხოვრების ფილმის რეჟისორობას, სადაც შეგიძლიათ იყვიროთ, ამოჯრათ და ხელახლა გადაიღოთ ნებისმიერი სცენა, რომელიც გსურთ. ვცადოთ. გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც სამსახურებრივი გასაუბრება სრულიად ჩაგეშალათ. ნერვიულობდით, სიტყვებს ვერ იგებდით და სრული წარუმატებლობის შეგრძნებით წახვედით.
აი, სად ხდება მაგია. დახუჭეთ თვალები და გონებაში გაიმეორეთ ეს სცენა, მაგრამ ამჯერად წარმოიდგინეთ, რომ თავდაჯერებულად მიდიხართ. ყველა კითხვას იდეალურად პასუხობთ და სამსახურის შეთავაზებით მიდიხართ. იგრძენით აღფრთოვანება, სიამაყე, შვება. ნამდვილად მიეცით ამ დადებით ემოციებს საშუალება, რომ თქვენში ჩაიძიროს. ცოტა უცნაურად ჟღერს, არა? მაგრამ აი, საიდუმლო გოდარდის თქმით, როდესაც ამას აკეთებთ, თქვენ უბრალოდ არ თამაშობთ თავის მოჩვენებას. თქვენ რეალურად ცვლით თქვენს twins და ცვლით ენერგიას ამ მოვლენის გარშემო. თითქოს ასწორებთ თქვენს პირად სიმულაციაში არსებულ გაუმართავ კოდს. შეიძლება იფიქროთ, მაგრამ სინამდვილეში ეს არ მომხდარა და მართალიც ხართ. მაგრამ გახსოვდეთ, რაც ადრე ვისწავლეთ. თქვენი ცნობიერება ქმნის თქვენს რეალობას. ასე რომ, წარსული მოვლენების შესახებ თქვენი ცნობიერების შეცვლით. თქვენ სიტყვასიტყვით ცვლით თქვენს რეალობას, მაგრამ რატომ უნდა შეწუხდეთ წარსულზე? განა უკეთესი არ არის მომავალზე ფოკუსირება? კარგი. აი, რაშია საქმე. ეს წარსული გამოცდილება ჰგავს ძველ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც თქვენი გონების ფონზე მუშაობს და გავლენას ახდენს თქვენს აზრებზე, გრძნობებსა და ქმედებებზე ისე, როგორც შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეთ. მათი გადახედვით, თქვენ ათავისუფლებთ გონებრივ სივრცეს და ენერგიას ახალი, უფრო გამაძლიერებელი პროგრამებისთვის. ღმერთს სჯეროდა, რომ წარსულ შეცდომებზე ფიქრი საკუთარი თავის ხელახლა დაინფიცირებას ჰგავდა. ეს ჰგავს ძველი ჩრილობის შეხორცების ნაცვლად მის მოშუშებას. გადახედვა სულიერი ანტიბიოტიკია. ეს ეხმარება ამ ჩრილობების უფრო სწრაფად და სუფთად შეხორცებას. მაგრამ გადახედვა არ არის მხოლოდ ცუდი მოგონებების წაშლა. ეს ეხება მათ თქვენი მომავლის საწვავად გადაქცევას. ეს უხერხული მომენტი ხდება გამძლეობის გაკვეთილი. ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ხდება საფეხური კიდევ უფრო უკეთესისკენ. თქვენ არა მხოლოდ წარსულს ცვლით, არამედ მთელ თქვენს ნარატივს ცვლით. მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ გამეორება ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მოვლენების ან მცირე ყოველდღიური უსიამოვნებების დროს. ჩხუბი გქონდათ პარტნიორთან, გადააკეთეთ ეს სასიყვარულო საუბარში. ყავა დაღვარეთ პერანგზე, გადააკეთეთ ისე, რომ ფინჯანი დროულად დაგეჯირათ. რაც უფრო მეც ვარჯიშობთ, მით უფრო ბუნებრივი ხდება. ახლა ვიცი, რას ფიქრობთ. ეს შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ მართლა მუშაობს? კარგი. უამრავმა ადამიანმა აღნიშნა გასაოცარი შედეგები რეგულარული გამეორების პრაქტიკაში. მათ აღმოაჩინეს, რომ არა მხოლოდ უკეთ გრძნობენ თავს წარსულის მიმართ, არამედ მათი აწმყო გარემოებებიც იცვლება. თითქოს მათ გახსნეს ცხოვრებისეული კოდი. თქვენი წარსულის გამეორება მხოლოდ დასაწყისია. ახლა წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, რომ უკვე ცხოვრობთ თქვენი იდეალური ცხოვრებით. იგრძენით ეს. ისუნთქეთ, გასინჯეთ, ეს არ არის სურვილის ატანა. ეს არის სულიერი პრაქტიკა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი მთელი არსებობა. მზად ხართ აღმოაჩინოთ, როგორ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბოლოში ცხოვრების ღრმა კონცეფციაში, ტრანსფორმაციულ ტექნიკაში, რომლის მიხედვითაც ნევილ გოდარდი თვლიდა, რომ ჩვენი რეალობის ქსოვილის შეცვლა შეეძლო. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ მომავალი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით, არ არის მხოლოდ შორეული შესაძლებლობა, არამედ აწმყო რეალობა, რომელშიც ახლავე შეგიძლიათ შეხვიდეთ. წარმოუდგენლად ჟღერს, არა? თავისი არსით, ბოლოში ცხოვრება ნიშნავს თქვენი სურვილის ასრულების გრძნობის სრულად განსახიერებას. საქმე მხოლოდ წარმატების ვიზუალიზაციაში არ არის. საქმე მის იმდენად ნათლად განცდაშია თქვენს წარმოსახვაში, რომ თქვენი ქვეცნობიერი გონება მას სიმართლედ აღიქვამს. სწორედ აქ ხდება მაგია. წარმოიდგინეთ ასე. თქვენი ცნობიერება ბაღს ჰგავს და თქვენი აზრები და გრძნობები თესლია, როდესაც ცხოვრობთ. საბოლოო ჯამში, თქვენ რგავთ თქვენი სასურველი რეალობის თესლს და კვებავთ მათ თქვენი რწმენის წყლით და თქვენი ფოკუსირებული ყურადღების მზის სხივით. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს სინამდვილეში? ეს იწყება მარტივი, მაგრამ ძლიერი პრაქტიკით. აირჩიეთ თქვენს დღეში მშვიდი მომენტი. დახუჭეთ თვალები და შეაბიჯეთ თქვენი სურვილის ასრულების სცენაში. თუ გსურთ წარმატებული კარიერა, იგრძენით თქვენი მიზნების მიღწევის კმაყოფილება. თუ ეს მოსიყვარულე ურთიერთობაა, თქვენ ცდილობთ განიცადოთ თქვენს იდეალურ პარტნიორთან ყოფნის სითბო და სიხარული. როდესაც ამ წარმოსახვით სცენაში ჩაეფლობით, ჩართეთ თქვენი ყველა გრძნობა. რას ხედავთ? რა ხმები გესმით გარშემო? რა ემოციებს განიცდით? რაც უფრო ნათელ და რეალურს გახდით ამ გამოცდილებას,
მით უფრო ძლიერი იქნება მისი გავლენა თქვენს ქვეცნობიერზე. აფირმაციები შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი ამ პროცესში. შექმენით განცხადებები, რომლებიც ასახავს თქვენს სურვილს ისე, თითქოს ის უკვე მიღწეულია. იმის ნაცვლად, რომ თქვათ, მინდა ვიყო წარმატებული, დაადასტურეთ, რომ წარმატებული ვარ. იგრძენით ამ სიტყვების სიმართლე მათი წარმოთქმისას. გახსოვდეთ, საქმე არ არის საკუთარი თავის დარწმუნებაში, არამედ თქვენი ცნობიერების იმ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანაში, რომლის განცდაც გსურთ. ახლა შეიძლება იფიქროთ, რომ ეს შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ რა შეიძლება ითქვას ეჭვზე? რა მოხდება, თუ ამ რწმენის შენარჩუნებას ვერ შევძლებ? ეჭვი პროცესის ბუნებრივი ნაწილია, როდესაც ის ჩნდება. აღიარეთ ის, მაგრამ ნუ მისცემთ მას ძალას. ამის ნაცვლად, ფრთხილად დააბრუნეთ თქვენი ყურადღება თქვენი სურვილის ასრულების შეგრძნებაზე. ეს ლეკვის მოთმინებითა და შეუპოვრობით წვრთნას ჰგავს. თქვენი გონება ისწავლის ამ პოზიტიურ მდგომარეობაში დარჩენას. მოუთმენლობა კიდევ ერთი გავრცელებული ხაფანგია. ჩვენს სწრაფი ტემპის სამყაროში ხშირად მყისიერ შედეგებს ველით. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ სამყაროს უსასრულო ინტელექტთან მუშაობთ. ენდე ღვთაებრივ დროს. შენი საქმეა თესლის დათესვა და მისი რწმენით აღზრდა. სამყარო იზრუნებს იმაზე, თუ როგორ და როდის, როდესაც ცხოვრებას პრაქტიკებთ. საბოლოო ჯამში, თქვენ არსებითად წერთ თქვენი რეალობის კოდს. ეს ჰგავს რადიოს კონკრეტული სადგურის ასაღებად მორგებას. როდესაც ჰარმონიაში ხართ, ბუნებრივად იზიდავთ გამოცდილებას, რომელიც შეესაბამება თქვენს ახალ ვიბრაციას. ეს პრაქტიკა სცილდება უბრალო პოზიტიურ აზროვნებას. ეს არის ღრმა სულიერი ტექნიკა, რომელიც აღიარებს თქვენი ცნობიერების შემოქმედებით ძალას, საბოლოოდ ცხოვრებით თქვენ აღიარებთ, რომ არ ხართ გამოყოფილი თქვენი სურვილებისგან. თქვენ ერთი ხართ მათთან. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება არ არის მხოლოდ თქვენთვის მომხდარი მოვლენების სერია, არამედ მარადიული დრამა, რომელშიც თქვენ ერთდროულად წერთ და მონაწილეობთ. რა მოხდებოდა, თუ ამ კოსმიურ პიესაში გაიღვიძებდით და შეგნებულად წარმართავდით მის განვითარებას? ეს არ არის მხოლოდ აზროვნების ექსპერიმენტი. ეს არის ღრმა ჭეშმარიტება, რომელიც ნევილ გოდარმა აღმოაჩინა და გაუზიარა მსოფლიოს. ღმერთმა გვასწავლა, რომ მთელი ჩვენი არსებობა ჰგავს დიდ თეატრალურ დადგმას, სადაც თითოეული ჩვენგანი მრავალ როლს ასრულებს. ჩვენ ვართ სცენაზე მყოფი მსახიობები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას ვცხოვრობთ, მაგრამ ასევე ვართ მაყურებლები, რომლებიც აკვირდებიან და განიცდიან დრამას და რაც მთავარია, ჩვენ ვართ დრამატურგები, რომლებიც ჩვენი ცნობიერებით ქმნიან ამბავს. დაფიქრდით, როდესაც ღამით გესიზმრებათ, თქვენ ქმნით მთელ სამყაროებს, ავსებთ მათ პერსონაჟებით და განიცდით თავგადასავლებს. თქვენ ხართ მეოცნებე, მაგრამ ასევე ხართ სიზმარში არსებული ყველა პერსონაჟი. გოდარი ვარაუდობს, რომ ჩვენი ფხიზელი ცხოვრებაც არ არის გამონაკლისი. ეს უბრალოდ სიზმარია, საიდანაც ჯერ სრულად არ გამოფხიზლებულ ვართ. ცხოვრების ეს კონცეფცია, როგორც მარადიული დრამა, არ არის მხოლოდ ფილოსოფიური ფიქრები. ეს არის ტრანსფორმაციის ძლიერი ინსტრუმენტი. როდესაც ხვდები, რომ შენ არ ხარ მხოლოდ ცხოვრების პასიური მონაწილე, არამედ შენი რეალობის შემოქმედი, ყველაფერი იცვლება. მოულოდნელად, გამოწვევები ზრდის შესაძლებლობებად იქცევა. წარუმატებლობები სიუჟეტურ შემოbrunებებად იქცევა. შეგიძლია გადაწერო და შენი სურვილები გარდაუვალ შედეგებად იქცევა იმ ამბისა, რომელსაც ყვები. მაგრამ როგორ გავიღვიძოთ ამ სიზმარში? გოდარი საუბრობდა პროცესზე, რომელსაც ის სულიერ ჯვარცმას და აღდგომას უწოდებდა. ნუ მისცემთ ამ ტერმინებს საშუალებას შეგაშინონ. ისინი უბრალოდ მეტაფორებია ჩვეულებრივი ცხოვრების სიმულაციიდან გამოღვიძების მოგზაურობისთვის. ჯვარცმა წარმოადგენს ჩვენი ძველი, შეზღუდული მეს გაშვებას. ჩვენი იმ ვერსიისგან, რომელიც თვლის, რომ ჩვენ განცალკევებულები ვართ ჩვენი სურვილებისგან, უდლურნი ვართ გარემოებების წინაშე. ეს ეხება ეგოს დანებებას, რომელიც ეჭიდება წარსულ ტკივილებსა და მომავლის შიშებს. ეს შეიძლება იყოს არასასიამოვნო, მტკივნეულიც კი, მაგრამ ეს აუცილებელი ნაბიჯია ჩვენი სულიერი ევოლუციისთვის. მაგრამ აღდგომა არის დიდებული ხელახალი დაბადება. ამას მოჰყვება ის მომენტი, როდესაც ჩვენ სრულად ვახდენთ ჩვენს ნამდვილ ბუნებას, როგორც ჩვენი რეალობის მეოცნებეები. ჩვენ ვმაღლდებით ჩვენი ძველი მეს შეზღუდვებზე და ვაღწევთ ჩვენს ძალას, როგორც შეგნებული შემქმნელები. ეს პროცესი ჰგავს სიზმარში ნათელყოფის მოპოვებას. თავიდან თქვენ ჩაფლული ხართ სიზმრის დრამაში, გჯერათ, რომ ეს ყველაფერი თქვენს თავს ხდება, მაგრამ შემდეგ არის გაცნობიერების მომენტი, მოიცადეთ, ეს სიზმარია.
უეცრად თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენ ხართ მეოცნებე და შეგიძლიათ ოცნება ისე ჩამოაყალიბოთ, როგორც გსურთ. ისევე, როგორც ჩვენ ვიღვიძებთ ჩვენს ნამდვილ, ბუნებრივ და ფხიზელ ცხოვრებაში, ჩვენ ვიღებთ ჩვენი რეალობის შეგნებულად შექმნის უნარს. ჩვენ აღარ ვართ გარემოებების წყალობაზე დამოკიდებული, რადგან გვესმის, რომ ეს გარემოებები ჩვენივე ცნობიერების პროექციაა. მაგრამ ეს გამოცხადება. ის, რომ ჩვენ ვართ ჩვენი რეალობის მეოცნებეები, ცხოვრების საბოლოო ხრიკია. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების შეცვლის ძალა არ არის რაიმე გარე ძალაში ან გარემოებაში. ის თქვენშია. ყოველთვის ასე იყო. ყოველთვის ასე იქნება. დაფიქრდით, როგორ ცვლის ეს ყველაფერს ის დაწინაურება, რომელსაც ელოდით. საქმე არ არის იმ ადამიანის ცნობიერების მოლოდინებაში, რომელსაც უკვე აქვს ეს პოზიცია, თქვენთვის სასურველი სასიყვარულო ურთიერთობა. საქმე არ არის შესაფერისი ადამიანის პოვნაში, საქმე არის სწორი ადამიანი გახდომაში, ის, ვინც ბუნებრივად იზიდავს და ინარჩუნებს ამ სიყვარულს. მაგრამ სწორედ აქ ხდება ეს ნამდვილად საინტერესო. ეს გამოღვიძება არ არის მხოლოდ მატერიალური სურვილების გამოვლენა. ეს ეხება თქვენი ნამდვილი სულიერი ბუნების გაცნობიერებას. როდესაც თქვენ მიიღებთ თქვენს როლს, როგორც თქვენი რეალობის მეოცნებე, თქვენ ეხებით შემოქმედებითობის, სიყვარულისა და სიბრძნის წყაროს, რომელიც თქვენში იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე ცხოვრობთ იმის გაცნობიერებით, რომ საკუთარ ისტორიას ქმნით. როგორ დაწერდით შემდეგ თავს? რა დიდებულ თავგადასავლებს შექმნიდით საკუთარი თავისთვის? რა ლამაზ გამოცდილებას გამოავლინებდით სხვებისთვის? გახსოვდეთ, საქმე რეალობისგან თავის დაღწევას არ ეხება. საქმე ეხება რეალობის სრულად აღქმას შეგნებული შემოქმედების ადგილიდან. საქმე ეხება ჩვენს გარშემო მიმდინარე ღვთაებრივი თამაშის ამოცნობას და სამყაროსთან თანაშემქმნელების როლში შესვლას. ასე რომ, თქვენ გამბლოკეთ სამყაროს ჩეთკოდები. ახლა რა? დროა აამაღლოთ თქვენი ცნობიერება და დაიწყოთ ცხოვრების თამაში ღმერთის რეჟიმში. მაგრამ გაფრთხილდით, დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობაც მოჰყვება. როდესაც თქვენი რეალობის შეგნებული შემოქმედის როლში შედიხართ, შეიძლება იგრძნოთ აღფრთოვანებისა და დაძაბულობის ნაზავი. არ ინერვიულოთ, ეს სრულიად ბუნებრივია. თქვენ იწყებთ სულიერ მოგზაურობას, რომელიც თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტს შეცვლის. დავიწყოთ მარტივი, მაგრამ ძლიერი პრაქტიკით, მანიფესტაციის დღიურის წარმოება. ეს წმინდა დოკუმენტი თქვენი პირდაპირი ხაზია სამყაროსთან, ადგილი, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი სურვილები და თვალყური ადევნოთ მათ რეალიზაციას ყოველდღე. დაუთმეთ რამდენიმე წუთი იმის ჩაწერას, რისი შექმნაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში. იყავით კონკრეტული, თამამი და რაც მთავარია, დაწერეთ ისე, თითქოს ეს ყველაფერი უკვე მომხდარიყო. იგრძენით სიხარული, მადლიერება. მიღწევის გრძნობა, როდესაც თითოეულ სიტყვას წერთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რეალიზება არ ნიშნავს მხოლოდ თქვენი სურვილების ჩაწერას და მათი ჯადოსნურად გამოჩენის მოლოდინს. ეს ნიშნავს თქვენი მთელი არსების თქვენს სურვილებთან შესაბამისობაში მოყვანას. სწორედ აქ იწყება ყოველდღიური გამეორების პრაქტიკა ყოველ საღამოს წილის წინ. დაუთმეთ რამდენიმე წუთი თქვენი დღის გაანალიზებას, მაგრამ აი რა ხდება. თქვენ გადახედავთ ნებისმიერ მოვლენას, რომელიც ისე არ წავიდა, როგორც გსურთ. წარმოიდგინეთ, რომ უთანხმოება გქონდათ კოლეგასთან. დახუჭეთ თვალები და გაიმეორეთ სცენა თქვენს გონებაში. მაგრამ ამჯერად წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, როგორ უმკლავდებით სიტუაციას მადლითა და სიბრძნით. იგრძენით ჰარმონია, რომელიც ამ პოზიტიური ურთიერთქმედების შედეგია. ამით თქვენ არა მხოლოდ ცვლით მოვლენის მოგონებას, არამედ რეალურად ცვლით ენერგიას მის გარშემო, ქმნით პოზიტივის ტალღებს. ეს თქვენს მომავალზეც ვრცელდება. ახლა ვიცი, რას ფიქრობთ. ეს შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ როგორ შევინარჩუნო ეს ახალი პერსპექტივა, როდესაც ცხოვრება რთულდება? ეს გონივრული კითხვაა. სიმართლე ისაა, რომ თქვენ გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებით. შესაძლოა, ეჭვი შემოგეპაროთ. ძველი ჩვევები შეიძლება ცდილობდეს საკუთარი თავის ხელახლა დამკვიდრებას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენი ძველი პროგრამირების ნარჩენებია, სიმულაციის ბოლო ამოსუნთქვები, რომლებიც ცდილობენ თქვენს უკან დახევას. როდესაც ეჭვი ჩნდება, მოეპყარით მას, როგორც შესაძლებლობას, გამოავლინოთ თქვენი მანიფესტაციის კუნთები. აღიარეთ ეჭვი. მადლობა გადაუხადეთ მას თქვენი დაცვის მცდელობისთვის. შემდეგ ნაზად, მაგრამ მტკიცედ შეახსენეთ საკუთარ თავს თქვენი ნამდვილი ბუნება, როგორც თქვენი რეალობის შემქმნელის. შეიძლება გსურდეთ შექმნათ პირადი მანტრა, რომელსაც ამ მომენტებში გამოიყენებთ.
რაღაც მსგავსი. მე ვარ ჩემი ისტორიის ავტორი და ვირჩევ სიხარულის სიუხვეს. და სიყვარული, როდესაც ამ პრაქტიკებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებთ. დაიწყეთ პატარათი. რომი ერთ დღეში არ აშენებულა და არც ახალი რეალობაა. დაიწყეთ პატარა ნივთების მანიფესტაციით, იდეალური ავტოსადგომით, უცნობი ადამიანის კომპლიმენტით, მოულოდნელი სილამაზის მომენტით. როდესაც ხედავთ, როგორ ვითარდება ეს პატარა გამოვლინებები, თქვენი თავდაჯერებულობა გაიზრდება და ბუნებრივად დაიწყებთ უფრო დიდ ოცნებას. გახსოვდეთ, თქვენ არა მხოლოდ ცვლით თქვენს გარემოებებს. თქვენ ცვლით მთელ თქვენს არსებას. გამოღვიძების ეს მოგზაურობა ყველაზე ღრმა სამუშაოა, რაც კი ოდესმე გააკეთებთ. ეს არის ის, ვინც სინამდვილეში ხარ, შენი ღვთაებრივი ძალისა და მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამ გზაზე გასვლისას შესაძლოა შენს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები შეამჩნიო. ურთიერთობები შეიძლება შეიცვალოს, როდესაც შენს უმაღლეს მესთან ჰარმონიაში მოხვდები. შესაძლოა მოულოდნელად გაჩნდეს შესაძლებლობები, რომლებიც იდეალურად შეესაბამება შენს ახლად გაფართოებულ ცნობიერებას. შესაძლოა ახალი ადგილების, ახალი გამოცდილებისკენაც კი მიიზიდო თავი. სამყაროში ყოფნის ახალი გზები ამ ცვლილებებს მოიცავს. ეს იმის ნიშნებია, რომ წარმატებით წერ შენი რეალობის კოდს. შენ აღარ ხარ სხვისი ისტორიის პასიური პერსონაჟი. შენ ხარ ავტორი, რეჟისორი და შენივე კოსმიური დრამის ვარსკვლავი. მაგრამ ამ მოგზაურობის ყველაზე ლამაზი ნაწილი. როდესაც შენს ნამდვილ ბუნებას იღვიძებ და შენი რეალობის შეგნებულად შექმნას იწყებ, შენ არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას ცვლი. შენ მთელი სამყაროს გამოღვიძებაში წვლილს შეიტან. ყოველ ჯერზე, როცა შიშ სიყვარულს, სიუხვეს სიმცირეს, ტანჯვას სიხარულს ირჩევ, უმაღლესი ცნობიერების ტალღებს აგზავნი, რომლებიც შენს გარშემო ყველას ეხება. როდესაც ჩვენი მოგზაურობის დასასრულს მივაღწევთ, თქვენ ახალი რეალობის ღურბლზე დგახართ. თქვენ სიმულაციის ფარდის მიღმა ჩაიხედეთ და წარმოუდგენელი ჭეშმარიტება აღმოაჩინეთ. თქვენ ხართ მეოცნებე, შემოქმედი, ღვთაებრივი სული, რომელიც სიცოცხლეს ფიზიკური სახით განიცდის. ეს ცოდნა ერთდროულად საჩუქარიცაა და პასუხისმგებლობაც. დაფიქრდით თქვენს გზაზე. კვლავ ასრულებთ სიმულაციის მიერ მინიჭებულ როლს, თუ მზად ხართ, რომ თქვენს ძალაუფლებაში შეხვიდეთ, როგორც შეგნებული შემოქმედი. არჩევანი თქვენზეა და ის ახლა იწყება. თითოეული ფიქრით, თითოეული გრძნობით, თითოეული ვარაუდით, თქვენ ქმნით თქვენს რეალობას. გონივრულად აირჩიეთ. თქვენს გარშემო არსებული სამყარო დაიწყებს ცვლილებას. როგორც კი შინაგანად შეიცვლით, თქვენი ურთიერთობები, კარიერა, ჯანმრთელობა და ყოველდღიური გამოცდილებაც კი დაიწყებს თქვენი ცნობიერების ახალი მდგომარეობის ასახვას. ამას შეამჩნევთ, როდესაც უფრო მეტად შეეწყობით თქვენს ნამდვილ მეს. ცხოვრება მიედინება მეტი სიმარტივით, მადლითა და სინქრონულობით. გამოწვევები კვლავ წარმოიქმნება, მაგრამ თქვენ მათ არა როგორც დაბრკოლებებს, არამედ როგორც შესაძლებლობებს აღიქვამთ, რათა გაიზარდოთ და დახვეწოთ თქვენი ოსტატობა, როგორც თქვენი რეალობის შემქმნელი. ეს ახალი სამყარო არ ეხება მხოლოდ მატერიალური სიმდიდრის შექმნას ან პირადი მიზნების მიღწევას. საქმე ეხება საკუთარი თავის უმაღლესი ვერსიის განსახიერებას, იმას, ვინც ცხოვრობს სიყვარულით, თანაგრძნობითა და უსაზღვრო შესაძლებლობებით. საქმე ეხება ყოველ მომენტში სრულად ყოფნას, იმის გაცნობიერებას, რომ თქვენ ხართ როგორც მეოცნებე, ასევე ოცნება. თქვენ ხართ ის, ვინც წერს სცენარს და გაქვთ ძალა, შეცვალოთ იგი ნებისმიერ დროს. ცხოვრება, როგორც შეგნებული შემოქმედი, ნიშნავს თქვენს ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობის აღებას. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ყოველი გამოცდილება, ყოველი ურთიერთობა, ყოველი სიტუაცია თქვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეგლია. ეს გაცნობიერება როგორც განმათავისუფლებელია, ასევე გამაძლიერებელი, რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი რეალობა საკუთარი თავის შეცვლით. თქვენ აღარ ხართ გარემოებების მსხვერპლი. თქვენ ხართ თქვენი ისტორიის ავტორი. მაშ, როგორ განაგრძოთ ეს მოგზაურობა? საქმე ყოველდღიურ პრაქტიკასა და გონებამახვილობას ეხება. ყოველდღე შეახსენეთ საკუთარ თავს, ვინ ხართ სინამდვილეში, ძლიერი შემოქმედი. გამოიყენეთ ნასწავლი ინსტრუმენტები. მედიტაცია გონების დასამშვიდებლად, გადახედვა წარსულის განსაკურნებლად და საბოლოოდ ცხოვრება თქვენი სურვილების განსახორციელებლად. აწარმოეთ დღიური თქვენი გამოვლინებებისა და გადახედვების შესახებ, არა როგორც საოჯახო საქმე, არამედ როგორც თქვენი ძალის სიხარულით აღნიშვნა, რომელიც აყალიბებს თქვენს სამყაროს. და გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ ამ მოგზაურობაში. უამრავი სხვა ადამიანია, რომლებიც იღვიძებენ ამ ჭეშმარიტებისკენ.
სწავლობენ რეალობის სიმულაციაში ნავიგაციას მადლითა და მიზანდასახულობით. იპოვეთ თანამოაზრე ადამიანების საზოგადოება, რომლებსაც შეუძლიათ მხარდაჭერა და შთაგონება. გაუზიარეთ თქვენი შეხედულებები, აღნიშნეთ თქვენი გამარჯვებები და გამოიჩინეთ თანაგრძნობა გამოწვევების დროს. ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ და როდესაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ ნამდვილ ბუნებას გაიღვიძებს, ჩვენ მთელი პლანეტის ცნობიერების ამაღლებაში ვეხმარებით. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც სულ უფრო მეტი ადამიანი იღვიძებს საკუთარ ძალაში, როგორც შეგნებული შემოქმედი. სამყარო, სადაც სიყვარული, სიუხვე და სიხარული ნორმაა და არა გამონაკლისი. ეს არის ახალი სამყარო, რომელსაც ერთად ვაშენებთ. ერთი აზრი, ერთი რწმენა, შექმნის ერთი აქტი ერთდროულად. წინსვლისას მიიღეთ ცხოვრებისეული თავგადასავალი. იცოდეთ, რომ იქნება აღმავლობები და დაღმავლობები, მოულოდნელობები და შემოbrunებები, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ გიჭირავთ კალამი, რომელიც ისტორიას წერს. თქვენ ხართ მეოცნებე, რომელიც ოცნებობს და იღვიძებს სიზმარში. ამიტომ თამამად წერეთ, იოცნებეთ თავისუფლად და იცხოვრეთ სრულად. ეს მოგზაურობა ახლახან დაიწყო. თქვენ შეაბიჯეთ უსაზღურო პოტენციალის სფეროში, სადაც აღარ კითხულობთ, რას გელოდება ცხოვრება, არამედ რას შექმნით შემდეგში. სიმულაცია თქვენია შესასწავლად, ჩამოსაყალიბებლად და გადასასვლელად. კარგი, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივაღწიეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ 100. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჯერა, რათა არ გამოტოვოთ არცერთი სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეო. გმადლობთ ყურებისთვის.